მოგესალმებით მეგობრებო, ყველას როგორ ხართ? დღეს მექნება თავისუფალი თემა. შეგიძლიათ თქვენც ვისაუბროთ. მეც ვისაუბრებ. ხმა ცოტა წასული მაქვს, იმიტომ რომ რაღაცები ხდება აქ. მაგრამ არ გაგიკვირდეთ. დღეს წავიკითხე ვეფხისტყაოსანი. თქვენ იცით რომ ვეფხისტყაოსანის სკოლის მერი არ წამიკითხავს, ხო? სრულყოფილად. ხო და მივედი ტარიელისაგან ხატაეთის წასვლა და დიდი ომი. აქ მივედი და შევჩერდი, იმიტომ რომ ემოციებისგან აღარ ვიცოდი. მართლა საოცარი წიგნია. და როგორც სახარება იგივენაირად, რაც უფრო იზრდები და გამოცდილებას იღებ, მით უფრო კარგად გესმის რაც სერიაში. საინტერესო რაღაცები ამოვიწერე განსაკუთრებით მიჯნურობაზე. ესე იგი თავები, სადაც საინტერესო აღწერილი არის რა არის მიჯნურობა. თუ გინდათ ვისაუბროთ ამ თემაზე. თქვენი არჩევანია, თუ გინდათ ვისაუბრებთ ამ თემაზე და ვისაუბროთ სულ სხვა რამეზე. მაგრამ ეს ხმა ცოტა მიშლის ხელს. დავაშკაცდი ხმაშ ჩამოვწიოთ ცოტა ესე. აბა მითხარით რა თემას. სხვათა შორის წინა ლაივში მეგობრებო, თქვენ რამდენი კომენტარები გიწერიეთ და არც ერთი არ გამომიჩინა აზე ხართ. თუმცა თქვენ ჩანდით, ეხლა შეიძლება რო იყოს, არ მინდა, ამიტომ არ ვიცი რა უქნა ეხლა, რატო აღარ აჩენს კომენტარებს, არ ვიცი. აზე არ ვარ, ანუ ვერ ხვდები, იმიტომ რომ თქვენ ჩანხართ, თქვენი კომენტარები არ ჩანს. და წინაზე რომ გავთიშე ლაივი, მომიგდო ერთი 50 კომენტარი და გამიკვირდა ძალიან, იმიტომ რომ ველოდებოდი თქვენს კომენტარებს. შესაძლებელია რომ Facebook-ს აქვს ესეთი ახალი ტრიკი, ანუ ახალი ხერხი იმისა, რომ კავშირი არ გავაბათ ერთმანეთთან და აღარ აჩენს უბრალოდ აღარ აჩენს კომენტარებს, არ ვიცი რატო. ხო, თქვენ თუ იცით რამე, მოგესალმებით, ესე იგი, კომენტარები შემოდის, ესე იგი. ნესტან, შემოვიდა კომენტარი შენი და ძალიან კარგი. რას ფიქრობთ, განვიხილოთ მიჯნურობა დღეს? თამარ, რაო, რას წერთ, ლიგა? თამარ, ნაცნავები გაიკეთე. ნაცნავი მაქვს, აი? ამას გადავიყრიეს. როგორ მოგწონვართ? ერთი ნაცნავი მაქვს ჯერ ერთი ნაცნავის ღირსი ვარ. როცა გავიზრდები, მეორე ნაცნავსაც გავიკეთებ. ბევრი, აი როცა ძალიან გავიზრდები, მაშინ ბევრ ნაცნავს გავიკეთებ. დღეს ცოტა ძალიან დღეს თოვლი მოვიდა ჩვენთან სხვათა შორის და აი გაგახებოთ როგორი ლამაზი თოვლი დადო. ხედავთ ხო? Hello. ხო, მოდი ესე მოვტრიალდეთ, მეგობრებო. აქ არის ჩემი შემოქმედება, ეს არის ევა, გაიცანით. ევა თავისი ვაშლით. ხო და მოკლედ თქვენთან იქნება დღეს ევაც. და ხო, ეხლა კიდე ველოდები თქვენგან აბა პასუხს. გაინტერესებთ დღეს მიჯნურობა თუ არ გაინტერესებთ, თუ სხვა რამეზე ვისაუბროთ დღეს. ხო, მხედავთ რა ლამაზად გამოვიყურებით, ცოტა იმის სიყვარულის ამპლუაში გადამისროლა მიჯნურობა. ხო და გამალამაზა. ხო, ეხლა რა ხდება აქ? მე რას დავაკვირდი რა ძლიერი, ანუ
ეს რო იწერებოდა თვითონ ვეფხისტყაოსანი როცა იწერებოდა იმ შეგრძნებებში ჩავედი ადამიანები სრულიად გავიცანი სრულიად რა ეხლა როგორც ჩემი ინტერპრეტაციით გავიცანი თუ რა სულისკვეთებისა იყვნენ და რა ინტერესები ჰქონდათ იმ პერიოდში ხო და საინტერესო ის იყო რომ აქ არის ძალიან საინტერესო რაღაცაზე. აი აქ ხვდებით იმას, რომ აი ილია თუ მიყურებს ახლა მე ილია სიტყვები მახსენდება რა, რო თქვა, რომ კაცობრიობაო, მიდისო ძალიან ნელი ტემპითო რა, ნელი განვითარება აქვს კაცობრიობას და თითქმის ერთი და იგივე წრეში ვბრუნავთ რა. ოდნავ სხვანაირად შეცვლილი თანამედროვე თვალსაზრისით ემოციურად პრინციპში ერთი და იგივე ხდება რა და ეხლა ემოციური თვალსაზრისით მეგობრებო აქ როგორი მონაცემია იცი რომ ანუ ტიპები არიან მოდი ესე ვთქვათ რა ისი არ ვიმსჯელოთ ეხლა ჩვენ რომ ნესტანდარეჯანი სხვა არის, ტარიელი სხვა არის, ავთანდილი სხვა არის, თინათინი სხვა არის და ასე შემდეგ. აქ ყველა ერთი პერსონაჟია რა, ერთი პერსონაჟი, ერთ პერსონაჟის ეს მთელი არსი გესმის და აქ ხდება მთელი ამბავი ამ ერთის თავში. და აქ არის ახლა რა განიხილება, ანუ სრულიად მოდი ამას დავდექე. სრულიად ესე იგი რა განიხილება იცით? ვარიანტები განიხილება იმ სიყვარულისა, რაც შეიძლება ადამიანმა გაიაროს რა. ეხლა მე მახსენდება ერთი რამ, საიდან შეიძლება გამოწვეული ყოფილიყოს აი ეს პოემა რა, საიდან შეიძლებოდა რომ გადმოეტანათ ის ისტორია, რაც პრინციპში იმ პერიოდს აღწერს და საიდან შეიძლება გადმოეტანათ ესეთი დაზუსტებით, თუ რა შინაგან ზრდას გადის ესა თუ ის პირი. ავიღოთ ამ შემთხვევაში შოთა რუსთაველი, ხო? ანუ ვინც დაწერა პოემა. მე მგონია რომ ანუ ჩემი დაკვირვებით ვფიქრობ რომ ეს პოემა არ დაწერა ერთმა ადამიანმა, არამედ ეს პოემა დაიწერა სრულიად ერთი ადამიანი არ არის სოციუმი, ეს ერთი ადამიანის დაწერილი არ არის, აქ მთელი საზოგადოებაა ჩაყოლილი, გესმით და აქ უნდა ყოფილიყო მთლიანად ეს ვითარება, რომ ვიღაცას გადმოეცა შემდეგ, ხო, ეს შეეგრძნო და გადმოეცა. მაშასადამე, აქ twin flame-ებზეა და dual სულებზეა საუბარი. ერთი ერთში. თუ სადღაც ამოვიწერე, მოიცა ერთი წუთით მიცედეთ ერთი წუთით ახლა ბავშვები მოვიდნენ და დაიწყებენ ყვირილს შემომივადებიან არ შეგეშინეთ ესე იგი ტყუპის სულების შემთხვევა 120 ყმამან კადრამ წავიკითხე ხო საზაროსად შემგან თქმაღა ვით იქმნების მზესამ თვარე შეეყაროს დაილევის და ცაჭკნების აზრად არად აღარ ამცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების. ხო, ნუ აქ არის მომენტი, რომ ესე უბნება რა, დაიბარებს თავისთან თინათინი ავთანდილს, რომ მოდიო და უნდა გაგაგზავნო რა, იმ უცხო მოყვის სანახავათო და ნუ მოკლედ დაჯდებიან და საუბრობენ. და აქ არის აღწერილი ძალიან საყვარლად, რომ ეს როგორ შედის, უჩიშრად შედის ავთანდილი, არ ეშინის, თუმცა ცრემლი დაუღრია ამ ქალისთვის ღამეები უთენებია და ნუ ეს თინათინმა ხო იცის ამის შესახებ გაუგია, მაგრამ საქმე რა შენახე რა შეუბნება. მზესამ თვარე შეეყაროს დაილევის და ცაჭნების. ეს იგი შენი ლაპარაკეო გესმისო? მე კი არ მომისმინო. ყმამან კადრას, ანუ ამის წინ წავიკითხა რა ხდება. ქალმან უბრძანა. ზარიმლებს მე ამისათა თხრობისა, წადდა არა თქვა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა, მაგრა იცია მიზეზი შენისა აქ ახმობისა, რად ვზი ქუშად და დაღვრეჯით. ასრე მიხდილი ცნობისა, ყმამან კადრა საზაროსად შემგან თქმაღა ვინა იქმნების, მზესამ თვარე შეეყაროს დაილევის და ცაჭნების, აზრად არად აღარ ამცალს თავი ჩემი მეგონების, თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმთ, ანუ რაცა გეკურნების. ანუ აქ რა დავინახე მე ხა რა, მოდი ეს გავაკეთოთ. მე დავინახე ერთი რამ რა,
რომ როცა მზე დაიბარებს მთვარეს, ხო? ნუ ნახე, როგორი პროცესია, მე ამაზე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე. მზე დაიბარებს მთვარეს და მზე და მთვარე ხო ერთად ვერ მოხვდებიან რაც, სადაჭნებისო აგერ გეუბნება და ამიტომ შენ ისაუბრეო, პირდაპირ ეუბნება, რომ მე რომ დავიწყო საუბარიო, ანუ ესე იგი შეერთების ეს მომენტი არ გამოვაო რა, იმიტომ რომ სადაც მთვარე დაიწყებს იქ ლაპარაკსო, ზედა მთვარე შეერწყმების, სადაჭნებისო, ხო? ამიტომ გისმენო, ისაუბრე შენო, ხო? აი საინტერესო არის, აი მე რომ ტარიელისა და ნესტან დარეჯანის შეხვედრა ნახე, ძალიან გავს ესე იგი დუალური სულებისა და ტყუპი სულების გაცნობას, ანუ ურთიერთობებს. ავთანდილისა და თინათინის ურთიერთობა არის უფრო მეტად ტყუპი სულების ურთიერთობა. იმიტომ რომ მათ არა აქვთ ანუ უпростად უკაცრავად ტყუპის სულების ურთიერთობა არ არის, იმიტომ რომ აქ დუალური სულების უფრო გავს. ხო, რატო ამერია ახლა გეტყვით? ტყუპის სულები არიან, როცა ერთად უნდათ და მათ აშორებთ მთელი სამყარო, ხო? და დავალება აქვს აქ შესასრულებელი ავთანდილსაც და ტარიელსაც. ეხლა რა დავალება აქვს აქ შესასრულებელი? ტარიელს ვაფშე ჯოჯოხეთი აქვს დასამარცხებელი ჯერ ქაჯეთის ციხე. ხო, ანუ ტარიელისა და ნესტან დარეჯანის ურთიერთობა არის უფრო მეტად ვნებების დამარცხება. ეს გავს უფრო მეტად დუალურ სულს. და ავთანდილისა და თინათინის ურთიერთობა გავს ტყუპ სულს და რატო ეხლა ნახეთ? აქ ორივეს ერთად უნდა იციან, რომ ამასაც მოსწონს, იმასაც მოსწონს, უნდათ არც ხელი არ ეშლებათ პრინციპში არაფერში, გარდა ერთისა, რომ ამ თინათინს აინტერესებს რა, რაღაც დავალება აქვს, ესე იგი, გაიგოს რა არის ეს დუალური სული. ანუ ის ტიპი რატო ტიროდა? ის რა ფენომენი, ახლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ რეებს ბოდავ რა, მაგრამ აი დავუშვათ რა, მე ესე რეზონირდა ჩემთან და მე ჩემს პერსპექტივას ვყვები, ესე ვთქვათ, მე არ ვამბობ, რომ აი ეს 100%-ით 100-ია. ყველას თავისი, გამარჯობა. ყველას თავისი პერსპექტივა აქვს და ყველას თავისი ხედვა აქვს, ხო? ანუ ჩვენ ეს ხედვები ერთმანეთს უნდა გავანდოთ, რომ რაღაცა შენ ჩემი უკაცრავად შენი პერსპექტივა დამანახო, შენი სამყარო დამანახო, მე ჩემი დაგანახო და გავიცნოთ ერთმანეთი, გავუზიაროთ ერთმანეთს, მოვუსმინოთ ერთმანეთს და აი ამას ვაკეთებ ახლა, რომ გიზიარეთ ჩემს პერსპექტივას რა. იმიტომ რაღაც კომენტარები რო გამოხტებიან ხოლმე, რომ მე ეწინააღმდეგებიან ჩემს აზრებს, გააქვთ უფლება, მაგრამ არ ჯობია რომ თქვენი დამანახოთ და მე ჩემსაც დაგანახებთ. საინტერესო რა არის, იცი, რომ ესე იგი ორივე შემთხვევაში, ხო? არის სიყვარული, მაგრამ სხვადასხვანაირი სიყვარულია რა. ერთ ვაფშე გული წაუვა, ისე ბნედა დაემართება, ხო, ტარიელს, რომ დაინახავს ამ თავის მეორე ნახევარს. უკაცრავად დუალურ სულს. ხომ მიშლის ხელს. სამი დღე აგონიაშია ტიპი, აზზე ვერ მოდის, რა ხდება რა, ანუ ძალიან მაგრად გავს პროცესები. ხო და სხვათა შორის ახლა ევროპულ მედიაში დაიწყო ამაზე საუბარი და ჩვენ მე-12 საუკუნეში დაგვიდო წიგნი ვეფხისტყაოსანი შოთა რუსთაველმა და თამარ მეფემ. მოკლედ ერთი სიტყვით, ეხლა რომ გამოფხიზლების გზაზე დაადგა მთელი ევროპა, ეს უკვე ჩვენთან მე-12 საუკუნეში იცხოვრეს. ხო და ეხლა რა ხდება რა? ხდება ისე, რომ ხო ბნედა ემართება, საერთოდ 3 დღე აზრზე ვერ მოდის და ესეთი მდგომარეობები არსებობს ხალხო, ეს ტყუილი კი არ არის. ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე ჩემი პრაქსისიდან თუ პრაქტიკიდან, ჩემი ეხლანდელი პროფესიიდან და მე გეტყვით, რომ ის ცრემლის ზღვრაც არსებობს აქ, რაც არის აღწერილი ვეფხისტყაოსანში.
ცრემლის ღრა, აგონიაში ყოფნა, ესე იგი აბსოლუტურად გათიშულ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც ტყუპი სული და დუალური სულები ერთმანეთს გადაეყრებიან რა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ იქ რამხელა ტრანსფორმაციები მიდის, ამათ ცხოვრებაში ისეთი რაღაცები ხდება, რომ თავდაყირადგება ყველაფერი რა, კოშკი ინგრევა. ეს ტაროლოგიის ენით, კოშკი ინგრევა. თავზე გენგრევა ყველაფერი, აბსოლუტურად, რაც აქამდე. შენი აზრო მენტალიტეტი, შენი რელიგია, შენი მატერია, რაც შენს გარშემოა, ხო? ყველაფერი ინგრევა და თავდაყირადგება. და ზოგი ამას ეწინააღმდეგება. უკაცრავად. ეწინააღმდეგება და ებრძვის რა, მგონია რომ აი ის უნდა შეინარჩუნოს ის ძველი მდგომარეობა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ბიჭო დავალებები გეძლევა ზეციდანე, ანუ ზეციდან გეძლევა თუ საიდან გეძლევა ახლა შენი თავიდან თუ სხვისი თავიდან არ იცი, მაგრამ გეძლევა დავალებები აშკარად რა და შენ ავთანდის ვიღაცა ტარიელი ყავს მოსაძებნი. ხვდებით? ვიღაცა ტარიელი, რომელიც აი რა შუაში ახლა აქ ტარიელი, მეფეს მუნმა ჭმუნმა შეეყარა, რა შუაში აქ მეფე, რა შუაში აქ ტარიელი, ამად უყვართ ერთმანეთი. აქ რაღაცას გვიყვება, ხო? კოდი დევს ამ თვალსაზრისით, რომ ხო უნდა გავიგოთ რა ხდება ახლა რა. რაც ვის რაში სჭირდება ტარიელის დევნა, კუჩი დევნა, მაგრამ რა აქვს გასაგები, ხო? ძალიან მაგარი რაღაცა აქვს გასაგები ავთანდილს, რომ მოდი ლომო შემდეგ და მზესა შეგიყრები შემეყარეო, ხო? ეუბნება და ლომო მზესა, აი ნახეთ რა მაგარი რაღაცა, აქ ასტროლოგია პირდაპირ ჩადებული. ლომის თავარი პლანეტა მზე არის. და ესე იგი თავის სახში მიდის ისევ ეს პლანეტა, ისა ლომი თავის სახში შედის, მზე ლომის იმაში შედის. სტიქიაში შედის. ძალიან აი არ ვიცი რა, რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო მაგრა გესმის ეს რომ რა მაგრა აზროვნებდნენ ჩვენი წინაპრები, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ დაკარგულია შემდეგ იმის მერე ცოდნა და ეხლა როგორ აღვიდგენთ ისევ რა. ხო და რა შუაშია ეხლა ტარიელი მივა, ისა ავთანდილი მივა ტარიელს ბოლო ორ თვეში იპოვის, არა ბოლო თვეები ელევა ტიპს რომ უნდა წავიდეს და თავის საცოლე ელოდება იქ, რომ ვერ მივიდეს, ამბავი რომ ვერ მიუტანოს, თავი ხო აქვს მოსაკლავი რა. ხო და საქმე იმაშია რომ ახარ იცის რა ქნას ეხლა 3 წელი გავიდა როგორც 3 თვე ისე და ვერ პოულობს რა, საბოლოო ჯამში ვერ პოულობს და რა მოხდა ეხლა დაინახა ტიპი ის ქვაბულში ცხოვრობს სადღაც ქვაბულში და იმასთან კიდე და ანუ მისი დობილი ესე ბშყალებში რომ ჩავსვათ იმიტომ რომ საბოლოოდ მე როგორც ვიცი მე იმასთან უღალატებს მე ხო და მოკლედ თავისი დობილი ანუ როგორ გითხრათ რა ესეთი დობილთან ერთად ცხოვრობს ქვაბულში და მაინც ამ დობილის გზით მოხდება ავთანდილი ტარიელთან, თორე ისე მოაჭრიდნენ თავს, მოკლავდნენ, გაუყრიდნენ დანას, ჭკუაზე არ იქნებოდნენ, მაგრამ აგვარებს ისევ და ისევ ეს ქალი. წარმოიდგინეთ, ქალი რომელიც ყველაფერს იგებს რა, ეს ასმათი არის როგორი ტიპი არის ჩემთვის იცი რა, აი ქალი რომელსაც ყველაფრის ატანა შეუძლია. მიჯნურობის ატანაც შეუძლია, ისე რომ საბოლოო ჯამში ვერაფერს ვერ მიიღებს ამისგან. გაგებაც შეუძლია, მეგობრების გაგებაც შეუძლია, შერიგებაც შეუძლია, გაშორებით ყველაფერი შეუძლია რა და საბოლოო ჯამში ავთანდილი იგებს ტარიელის სხვა რაკურსს. ანუ სიყვარულის სხვა რაკურსს იგებს, თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ ამ ბრძოლაში ან უმაღლესი ცნობიერების ნესტან დარეჯანის გასათავისუფლება და ნესტან დარეჯანი მიდიან ორივე. ანუ ორივე ემეგობრებიან ერთმანეთს რა. ვინმის უღალატა ეგ ვერ გავიგეო. მაგას მე მოგიყვებით, ჯერ კარგ რაღაცებზე ვილაპარაკო და ღალატს მე გადავდებ, ხო?
ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ეს ცნობიერება, ანუ ავთანდილისა და თინათინის ცნობიერება არის ესეთი რა, რომ თინათინმაც იცის, რომ ავთანდილს უყვარს და გრძნობები აქვს. ავთანდილი არ უმალავს, რომ გრძნობები აქვს რა. და ნესტანდარეჯვანმაც იცის, რომ ტარიელს გრძნობები აქვს მის მიმართ და მანამ სანამ ეს გაიცნობდა და შეხვდებოდნენ ერთმანეთს, უკვე ყველაფერი იცოდა ამის შესახებ, ტარიელის შესახებ ნესტანდარეჯვანმა. იმიტომ რომ ყველაფერს აკონტროლებდა იქ როგორ იტყვია ხოლმე ცვეტში იცოდა, ხო? ერთი-ერთში იცოდა, რას აკეთებდა ტარიელი. ესე იგი თვალს ადევნებდა, ხო? ხო და ამ თვალსაზრისით თუ ახალგაზრდები წაიკითხავენ ვეფხისტყაოსანს, ძალიან მაგრად აგეხმარებათ იმაში, რომ გაერკვეთ რა ფენომენები არსებობს აი ამ დუალურ სურებსა და ტყუპ სურებს შორის. ამიტომ გაუზიარეთ ახალგაზრდებსაც, რომ თავიდანვე გაეცნონ სიყვარულის ამ ფორმებს, იმიტომ რომ მიჯნურობა სიბრძნიდან ოდითგანვე სიბრძნის აერთი დარგი სახთო-სახთოდ გასაგონი მსვენელთათვის ერთი მარგი ეგ თავიდან. ეხლა ნახე ამოვიწე და მე წავიკითხავ კიდე იმ თავებს, სადაც საინტერესოდ არის მიჯნურობა აღწერილი, რა არის მიჯნურობა რა. 158. მოდი. ცოტა ვჯლოყინობ ხოლმე წაკითხვის დროს, ხმამაღლა წაკითხვის დროს იცით უკვე მიცნობთ. მიბრძანა, მიცან ამბავი მის ყმისა და კარგულისა მოხვიდეს სულ ქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენო მომხვდეს ხისად სარგულისა, მომცა წამალი გულისა, აქამდის დადა გულისა. ხო, აქ რა არის წი? რო უშვებს ავთანდილს უკვე უბნება რომ აი წადიო რა და მე თუ შენის თანაქმარი ხისაც არ გულისაო, მომხვდეს ხისაც არ გულისა, ქმარი არ მინდა უშენო, მომხვდეს ხისაც არ გულისა. მოხვიდეს სრულ ვქნა მაშინღა შენი წადილი გულისა. მოკლედ უშვებს რა და ეუბნება რომ აი 3 წელი გიშვებ რა და მტოვებ და არ ვიცი შე რას იზავ იქ, მაგრამ ამ 3 წლის მანძილზე მე ვიქნები აბსოლუტურად შენი რა ქვია ერთგული. ანუ არავის არ შევერთვები, ანუ არ მინდა ქმარი უშენო მომხვდეს ხისაც არ გულისაო. ანუ შენაირიც რომ იყოსო რა, არც ის არ მინდაო, მე ესე გავიგე და ანუგეშებს ამ ბრძოლაში, როცა უშვებს. ესე იგი, ნახე, მიდის ამ რისკზე, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ის კი არა, რომ მოდი ერთად დავიძინოთ ეხლა და უცბად ლოგინში ჩავგორდეთ. ანუ ჯერ ნახე რამ ხელაზე ზრდის თავის საქმროს, რომ დავალებას გაძლევ მე შენ და 3 წელი უშენოდ ვიქნები და შენც უჩემოთ იქნები, მაგრამ შენ ეს უნდა შეიასრულო, რომ ჩვენ გავიზარდოთ. მე მოიწავიდე 167. ყმამან უთხრა, მომისმინე, მართლად გითხრობ, არაჭრელად. რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ უაჭრელად, კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად. ესე იგი, აქ ეუბნება თავისი, თუ არ ვცდები ფარსადანი ქვია, თავისი ერთგული მოყმე რა, რომ წამოყობიო მესო რა, რომ ისო რომ მოკლანო მერეო, მე დაგიცაო გესმის და ფარსადანი ქვია, რაღაცა ხო და არაო, ესე უბნება, ყმამან უთხრა, მომისმინე, მართლად გითხრობ, არაჭრელად, რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. ანუ ნახე მიჯნურობა ოდითგანვე სიბრძნის აერთი დარგი. აქ მიდის სასწავლად, მიდის მარტოდ სასწავლად, ხო? ეგ ამოვკრიფეთ. ეხლა 76 წავიდეთ. 176. ბრძანა
წადით ყველა კაი, აქამ მომხვდე არვინ მინა, მონებიცა მოიშორა თავის წინა. მარტო გარე შემობრუნდა შამში შიგან გაირბინა, შამბი შიგან გაირბინა, მიწყვის მისად საგონებლად მისი მკვლელი თინა. მოკლედ გაუშვა ესენი თავისი ხალხი, მარტო გარე შემობრუნა, შემოტრია და მარტო და წავიდა. და მარტო წავიდა საბრძოლველად რა. აქ არ დასჭირდა ეხა ისინი ძმაკაცები და ის დაქალები და და სემლებს ყრის და რაღაც ტირის, ყოველდღე ტირის. ეს წარმოიდგინე 3 წელი გავიდა და ყოველდღე ტირის ეს კაცი. ავთანდილი რა, რომ სრემლი არ უშრება თვალზე. დაჟე ტარიელს ხედავს და მაინც ტირის. ისე მაგრად უყვარს. აქ ის სიყვარული არ არის, ახლა ჩვენ რასაც ვიცნობთ თურქული სერიალებიდან და საბავშვო ბაღიდან. აქ სხვა რაღაცაზე არის საუბარი, აქ სულიერ ზრდაზეა საუბარი და თავის იმაზეა საუბარი რა. გამოცნობაზე, სწავლაზე ერთი წუთით. ხო და წავიდეთ ახლა კიდევ ამოვკრიფოთ 88. მიხვდა რას მექვეყანასა უგემურსა მეტად ქისა თუ ერთ კაცსა ვერ ანახავს ვერას შვილს ადამისა. იგი ჭირი არ უნახავს არა რამინს და არცა მისა. დღე და ღამე იგონებდი საყვარელსა მასვე მისა. აქ უკვე მიდის და თვეები გადის, რომ ესე იგი თვეები გადის, დღეები გადის, რომ არ უნახავს კაცი ადამიანის მაგვარი ისეთ ადგილებში დადის. ხო, აქ დიდველზე არის საუბარი და ანუ უდაბნოშია გასული და თავის თავში მოგზაურობს პრინციპში. ყოველ დღე, ანუ დღე და ღამე იგონებდი საყვარელსა მასვე მისა. გესმის? იგონებდის. 3 წელი გავიდა და კაციშვილი არ უნახავს, არ მობეზრებია ეს თავში, ხო? წავიდეთ ახლა 252. აქ იწყება ახლა მიჯნურობაზე კიდევ ბევრი რაღაცა. 252. აქ ცოტა ახლა მე და მე ხა, იმიტომ რომ ხმამაღლა უნდა ვიკითხო ბევრი. თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე, მიჯნურისა შებრალება ხამს ესეცა გაიგონე. სხვაგნით ყოვლნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე, სულთან მოგცეს გულისათვის სხვა მეტიცა რა გაქონე. ესე იგი აქ უკვე შეხვდება ასმაც. მე მგონი ხო, ასმაც შეხვდა და იქ ერთი ბრძოლა გაიმართა, მომიყევია მტარიელზე, არ მოგიყვები, ნუ რაღაცა და ბოლოს დაიწყებს ეს ტირილის, რომ აი ეს ამბავში ვარო რა და უყვება ამ ასმათს, რომ ეს ასმათით შეყვარებულია, წარმოიდგინე. ასმათი იმიტომ გაუგებს, რომ ესეც გამიჯნურებულია რა. და გული გულსა, ნუ შეეცოდება და ეტყვის და მოусმენს და აი აქ უკვე იწყება რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისას სმინება გულ ამოხვინჩვით დაიწყო ასკეცად სრემთა დინება. ნუ წამოვიდა ამასაც სრემლები ტირიან კლა გაამაღლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა გულის ალხინება და გაუხარდა ტარიელს რა. აი გამიგო რა ხდება. კაცი დაეძებს 3 წელი გადის 2 თვე დრო ელევა რომ უნდა ჩაუტაროს ამბავი და ეს არ ეუბნება ახლა ვინ არის ეს ტარიელი. ამ დროს დადგება და დაიწყებს ჯერ ხო დანას მიაბჯენ საბოლოო ჯამში ვერ ყოლიებს ასმაც რომ მომიყევი ვინ არის არ მოგიყვე ვერ მოგიყვებიო რა. ხო მე აი წავიღე იტყვის თუ ამა სიტყვათა მეს ფერი შევეცვალების ვისთვის მე ცხელი უცილოთ მას ცრემლი ემალმალების კვლავ უთხრა დაომიჯნური მტერთაცა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილთა თავის თვით ეძებს არა ეკრძალების. ხო ანუ მიჯნური უკვე სიკვდილს ეძებს და არც ებრალება, ანუ არ ეკრძალებს, არ ერიდება სიკვდილს. ისეთ დონეზეა, რომ როდესაც მიჯნური ხარ, სიკვდილზე წამსვლელი ხარ, ნახე, ესეც აიცი სიკვდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების. ხდები?
და ერთადსა შეებრალების. რატო? აი წარმოიდგინეთ რას იწვალებენ თავს. აი უბრალოდ ეხლა რო ავიღოთ მეორე მხარე. რას იწვალებენ თავს? ეს გამიჯნურებულია ეს ტიპი. მიდის საცოლე ეუბნება, რომ ის იმასაც მოსწონს რა, არ მოსწონს ეტრფის, მაგრამ ნახე, ბიჭო, რაღაცა უნდა ისწავლოს ამ კაცმა. ამის გარეშე არ მოხდება ამათი შერთვა და ეს დაჟე ისეთ დღეშია, რომ სიკვდილზეც მიდის, სიკვდილს ეძებს კაცი რა. წარმოიდგინე რა უშლით ხელს, მაგრამ რაღაც. ხო, ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუძლებლად სულთა დგმისად, ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმაღმისად. ესე იგი, გაუძლებლად სულსადგმისად რა, სული რომ მიდიკასო, აღარ შემიძლიაო რა, ისეთ დღეში ვარ. მიჯნურობა რა არის ახლა მაგაზე ვსაუბრობ. სულდგმულობა არ გაინტერესებს, ეს არ არის მნიშვნელოვანი, აქ კიდე სხვა რამეა. ჩემმა მზემან გამომგზავნა საძებარად იმას ყმისა და აქ მზე და მთვარეზე ძალიან ხშირად არის შედარება ტარიელსა და ნესტანდარიჯანს შორისაც და მოდი ახლა იქ პირიქით არის, იქ მე მგონი მთვარეს ეუბნება, მთვარედ მოიხსენებს ნესტანდარიჯანს, ანუ შეტრიალებულად არის და ტარიელი მოიხსენებია მზედ. აი დააკვირდით მაგას რა, ვინც ასტროლოგია ხა დაახლოებით იცის რა ფენომენებთან აქვს კავშირი საკითხი და ვინც არ არის ასტროლოგი, უბრალოდ დააკვირდეს რატომ არის მზე და მთვარე და შუაში ცისკარი. ხო, მისი სახე გულსა ჩემსა ხატა და ასრე გამომხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან მოიცა გადავახტე. ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულ ვარ სადა მისად. გული თქვენი მიპოვნია მისი შენად შენი მისად. ხო, ეს ნესტანს ასმაც უყვება, რომ გული თქვენი მიპოვია მისი თქვენ. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთვის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვალქატე. ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მექმენ ანუ მააზატე, ტყვე მქმენ ანუ მააზატე, ან მაცოცხლე ანუ მომკალ ჭირი ჭირსა მომიმატე. აქ ახლა თავის წუხილს უყვება, რომ ისო, რა ქვია, შეგიძლია მომკლაო რა, მისცემს დანას მეგონი, რომ მომკალიო რა, არ მაინტერესებსო, მაშინ შენ თუ არ მომიყვებიო, მე ამასო და მე ჩემს საცოლეს ვერ მიუტან ამ ამბავსო, მაშინო შეგიძლია კიდევაც მომკლაო. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი. ეგ სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი. წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესდი, აც მოყარე გიპოვნი ვარ დისაგანსა უფრო დესი. ანუ ნახე, ასმათმა ხო დაინახა, იჩხუბეს, რაღაცა ყელზე მიაბჯინა დანა, მომიყევი გინდა თუ არა, საბოლოო ჯამში რო ვეღარ გამოსტყუა ეს სიტყვა ტარიელზე და საბოლოო ჯამში დაჯდა და ტირის და აი თავის გულის ტკივილს უყვება და ამან შეხედა და შეეცოდა და ეუბნება, რომ აი ახლა შენაც მომიყევიო, ხო? იცოდეო რა, რომ დაზე უფრო უკეთესი დაგიპოვიაო რა და ახლა მოუყვება. მაშა რადგან მიჯნურობა შენგან ღონედ მოიგონე, არ ეგების ამას იქით თუმცა თავი არ გამონე, არ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნიე, დაგაღონე, შენთვის მოვკვდე ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე. ნუ აწიო, შენგან სიტყვა გამოვიდა მიჯნურობაო პირიდანო, მართალია არ დაგნებდიო არაფერი, ანუ ყველაფერი ვიღონე რომ არ გითხარიო, მაგრამ ეხლაო, ნახე რას გეტყვიო რა. რაცა გითხრა თუ ამას საქმესა დამორჩილდები, რასაც ეძებ მიხვდები, უცილოდ არ ასცილდები, თუ არ მომისმენ ვერ ხპოვებს, რაზომსაც რემსა ხმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოვკვდები გაცასწმილდები. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხვასა, ორი კაცნი მოვიდოდეს სადაურნი სადმე გზასა, ხო მერე მოუყვება ამას. ნუ მოკლედ ეხლაო, რასაც მოგიყვებიო, იმას იპოვი, რასაც ეძებო რა და ნუ მოუყვება მერე
ყველაფერს და 264 ნახოთ. იმია მოყმის ამბავი არსა და არ იპოვების. აი, აქ არის ძალიან საინტერესო რაღაც, რაც შემოდის. იმა მოყმის ამბავი არსა და არ იპოვების, თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არ ვისგან დაიხსოვნების. მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების, დადუმდი ვარცა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნების. გესმით? ანუ აქ ეუბნება რას, რა, რომ მეო შემიძლია დაგეხმარო, შენ გაგაცნო ისო, მაგრამ მე ვერ მოგიყვებიო იმას. იმან თუ არ მოგიყვა თვითონ თავის პირითო, ხო? ვერსად ვერ გაიგებო ამ ამბავსო და ვერსად ვერავინ ვერ დაიმახსოვრებსო. აი, მნიშვნელოვან რაღაცებს ეუბნება. დამახსოვრებით ვერ დაიმახსოვრებს, იმიტომ რომ ვისთანაც არ რეზონირდა ის ვერ დაიმახსოვრებს და მიჯნურობა ძალიან იშვიათი ფენომენია. ძალიან იშვიათი. იყო მაშინ და ეხლა უფრო ეხლა ძალიან გახშირებულია, იმიტომ რომ ბოლო ჟამში ვართ და ყველა სულებს უკვე იმაშვებიან რა, აერთებენ და თუ არ შეერთდნენ, ბოლო ჟამია ხარ, რას ვიზოთ. ხო და იმ პერიოდში ეს იყო ძალიან იშვიათი ფენომენი. 1000-ში ერთი, ანუ მილიონში ერთი თუ იყო შეხვდებოდა ერთმანეთს ეს მიჯნურობა, ოდითგანვე სიბრძნის იყო ერთი დარგი და ბერძენი ხალხი არც თუ ისე ბევრი იყო ამ მასაში. ხო და ჯერ ეგერთიც მას კი იცის ამ ასმათმა ყველაფერი, მაგრამ ვერ მოუყვება. თუ თვითონ იმან არ მოყვა, გესმის? ტარიელმა. 264. დაიმახსოვრეთ ეს რა, იმიტომ რომ თუ ადამიანს გინდათ გაანდოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა, რაც არ უნდა მოუყვეთ, ეხლა აი ვთქვათ გამიჯნურდით, ხო? და ესეთი რაღაც საოცარი რაღაცეები ხდება თქვენ თავს. თუ არ ნახეთ იგივე მსგავსი პირი, რომელიც მიჯნურობაში არის, თქვენ ვერავის ვერ გააგებინებთ. კაცი შვილი მოგისმენთ და იტყვებს ყვება, ხო გარეკა, გესმით? ამიტომ ყველას ნუ მოუყვებით მიჯნურობის შესახებ, ვისთანაც არ გეცოდინებათ, რომ ისიც გამიჯნურებული არ არის. თორემ მარგალიტებს დაუყრით ღორებს. გესმით? ანუ დახარჯავთ ენერგიას ტყუილად. ეხლა ნახეთ, ეს კი გამიჯნურებულია ასმათი, მაგრამ არა მათ და მსგავსად. ეს იმაში რა და დაფარულში გამიჯნურებულია. ესენი უკვე ანუ ტარიელის და ავთანდილის გამიჯნურებული არიან ორივე სატრფომაც თავის მეორე ნახევარმაც იციან რომ ეს ამათ ერთმანეთი იყოს, მაგრამ ესენი სხვა სწავლაში არიან, მაგრამ ასმათი გამიჯნურებულია, მაგრამ ეს თავისთვის ჩუმად რაღაცა არავინ არ გაიგოს, ჩემს გულში დავიტიო, საწყალი ვარ, რაღაცა. ხო, ეხლა 265. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა, ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა. მე ასმათ მქვია, რომელსაც წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, აი აქაც ნახე რამ ხელა ის არის ცეცხლი, ხო, სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა. ანუ ესეც მიჯნურობა ხდებით, ეს სხვანაირი მიჯნურობა, ანუ რაც უკვე ავხწერე რომ წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა და ვერავის ვერ ეუბნება. ვის უნდა უთხრას, იცის რომ ის ვისშიც ეს ასმათი გამიჯნურებულია, ის სხვაშია გამიჯნურებული. ესმის და რა უნდა უთხრას ახლა ამას, რომ ვის უნდა გაანდოს ასმათმა. ყველაზე რთულ ვითარებაში ასმათია ახლა რა. სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა. შეიძლება ეს მიჯნურობა ერთხელ მოდის და თანაც ვერავის ვერ ეუბნები. 305. აბა 305-ში რა წერია? ტარიელ უთხრა, მე შენი გული აწ მემხურვალების მიკვირს ნუ ნაცვლად მაგისაც შენ ჩემი რა გევალების, მაგრა წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, შენ საყვარელსა გაგყარო ესე რა გენაცვალების. ნუ მიჯნური მიჯნურს უგებს და რა წესია ახლა რომ ის არ შეუსრულოს,
რისთვისაც ავთანდილი მივიდა ტარიელთან, ხო? მოკლედ ერთი სიტყვით აქ დავასრულოთ, იმიტომ რომ აქ გავჩერდი და მეტი ვეღარ შეძელი უბრალოდ ემოციურად, იმიტომ რომ ძალიან ემოციებში შევიჭერი და საინტერესო იყო. აი მე მივხვდი რატო ვერ ვკითხულობდი ამ წიგნს აქამდე რა. მე შინობდა ამ წიგნის საკითხვის. მაგრამ იყო რაღაც პროცესი დასასრულებელი, გასავლელი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც გაიარა და ეხლა უკვე მზად არის შინაგანი, რომ აი ეს ყველაფერი მიიღოს და გადახარშოს, აღიქვას და მოგაწოდოთ. გამოვიდეს ვერბალურად. ხო, მოკლედ თქვენ რა სიტყვით? მოგიწონათ ეს სიყვარულის ისტორია? ლომი ასტროლოგიურად სისხლძარღვს მართებს. ხო. ხო, გული. მანანა წარმატებულ დღეს გისურვებთ. ხო, მადლობა მანანა. ესეთი მომენტია რა, რომ აქ არის არქეტიპები აღწერილი რა. აქ არის მიჯნურობის სხვადასხვა მიჯნურობის სხვადასხვა არქეტიპები აღწერილი, რომ რა ვითარებაში შეიძლება იყოს ადამიანი გამიჯნურებული. ეხლა მე თუ დაუკავშირებ ასმათისა და ტარიელის ურთიერთობა არის კარმული ურთიერთობა. იმიტომ რომ ასმათსა ტარიელს ისინი არც twin flame-ები არიან, არც დუალური სულები არიან. არც ტყუპი სულები არიან. იმიტომ რომ ტყუპი სული ტარიელის ვიცით ვინც არის, ნესტანდარეჯანია. და მას ასმაც რაღაც ჭირს, კაცო, რა ჭირს, რომ გამიჯნურებულია ტარიელში, ხო? რომელ მიჯნურობას ეკუთვნის. იმას სხვა რამე აქვს ასწავლი ასმაც. ასმათი არის ესეთ მდგომარეობაში, რომ თუ არ ისწავლა თავის დაფასება, ის საკუთარ მეორე ნახევარს ვერ გაიცნობს და სულ ყოველთვის ეგონება, რომ ტარიელი არის მისი მეორე ნახევარი. იმიტომ რომ კარმულ ურთიერთობაში დამოკიდებულია მასზე. თინათინი დამოკიდებული არ არის ავთანდილზე. ნახე-რა-შვება, თინათინი უკვე დავალებას აძლევს თავის მეორე ნახევარს, რომ გაიზარდოს, ის სულიერად რაღაც გამოცდილებები მიიღოს. ის უცხო მოყმე ვინ იყო, მაინტერესებს, წადი ნახე, მომიტანე ამბავი. და მერე დავქორწინდეთ, შევეყაროთ ლომი მზესა, მზე ლომსა. ხო და მე კიდე აი ამან თამარ მეფის ცხოვრებაში ძალიან მაგრად ჩამახედა რა. და სცენარში კიდევ ცოტა ოდნავ რაღაცა შეიცვალა. ეხლა ნახეთ რა, აი თუ გაინტერესებთ დაკავშირება როგორი მოვახერხე მე ეხლა თამარისა და აი აქ რაც ხდება ამ ისტორიაში, თუ გაინტერესებთ მოგიყვებით. დამიწერეთ რომ მაინტერესებს მოყვით. თუ არა და გავაგზავნებ მიჯნურობაზე. ავთანდილის მომენტი არის არც ბნე დაეყრება, ერთად გაზრდილები არიან. ან ბავშვობიდან ერთად გაზრდილები არიან, როგორც დაძმანი. და უბრალოდ უყვარს რა. ან უბრალოდ კი არა, მაგრად უყვარს თამარი რა და აი როგორ ხა ავთანდილი ხო ის არის დავითი, ეგრე. ხო და დავითს თამარი ნახე მოითხოვა, მაინც მოითხოვა იმან. დამაწყებინა საუბარი თამარზე გადამიყვანა ეგრე. ხო, გინდათ გაინტერესებთ. მოკლედ ავთანდილი და თინათინი არიან ხო აი მანანა წერს დიახტია გვაინტერესებს, ხო. ესენი არიან ერთად გაზრდილი ბავშვები რა. 5 წლისა შევიქმენი, როცა დედოფალი დაორსულდაო რა. და გააჩინაო გოგო და ერთად ვიზრდებოდითო. საუკეთესოდ ვიზრდებოდით, საუკეთესო მეცნიერები გვზრდიდნენ და საუკეთესო ცნობიერებას გვაძლევდნენ რა და ტარიელთან კიდე სხვანაირად არის, ნახე? ტარიელთან არის მისი მოყმეა, ანუ მონა არის ეს ნესტანდარეჯნის მამის. ხო და
კარგი იქნება თამარ, თუ მთლიანად განიხილა ვეფხის ტყავასანსო. ამ ჭრილში, კი, ვაგრძელებ, აი დღეს დავისვენე, ახლა 3 საათი ვიკითხე და თვალები დამეღალა და ემოციურადაც დავიღალე. ხვალ გავაგრძელებ კიდე. ხო და აი ნახეთ რა მოდი რა ვის რა აინტერესებს ახლა ფილმები, აგერ ChatGPT-ს მოუყვები, დაუწერ ისტორიას და წარმოგიქმნის უკვე ფილმს, რა მაგარი რაღაცები, აღარავის აღარ აინტერესებს ახლა შენი მსახიობების თამაში. ეხლა მოგიყვებით რა ისტორიას რა და თამარის ცხოვრებაში ეხლა მოგიყვებით ამას, რომ როგორ ასახა, ნახე. თამარი დაქორწინდა დავითზე, ხო? დააქორწინეს, ერთად იზრდებოდნენ, ბიძაშვილი იყო, მეშვიდე თავის თაობის ბიძაშვილი იყო, ერთი გვარისები იყვნენ. მაგრამ მაინც დაქორწინდნენ ერთმანეთზე, დააქორწინეს, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თამარს სულ სხვა უყვარდა რა და თან ისეთი მომენტი იყო, რომ ვინც უყვარდა, ის მონა იყო მისი, ანუ ვინ გაბედავდა და მონაზე დააქორწინებდა, ხო? ხო და ის მონაც ახლა ვერანაირად ვერ ავიდოდა იმ ხელ სიმაღლეზე, იმ დროინდელ სივრცეში და საზოგადოებაში, რომ ხელი ეთხოვა მეფესთვის, ხო? ან თამარი იმ დროს უკვე ეს მონაზე როა საუბარი, მეფეა ამ დროს. ზის მეფედ. ხო და საქმე იმაშია, რომ ამათი ურთიერთობა, ანუ მონისა და ამ ადამიანის ურთიერთობა, ვინც უყვარს თამარს, ხო? არის სრულიად დაფარულში. ანუ არავინ არ იცის, კაცი შვილმა არავინ არ იცის. მაგრამ ყველა მიცის. ანუ ხომ ხვდებით, ანუ არავის არ უნდა, ყველა ხელს უშლის. გესმით რაშია საქმე? იმიტომ ყველა ხელს უშლის, რომ სოციალური სფეროდან გამომდინარე მონას თავადზე დაქორწინება არ შეიძლება. მერე კიდე თამარს კიდე თამარი გვირგვინს ვერ მოიხსნის რაქნას, იმიტომ რომ სხვა დღე, ანუ შავ დღეშია თამარი რა, სხვა გზა არ აქვს თამარს. მიუხედავად იმისა, რომ მოიხსნის, გვირგვინს მოიხსნის და გადადებს რა, საერთოდ აღარ უნდა ვაფშე, მეფობა არ უნდა თამარს, როცა მამამისი გარდაიცვლება. ხო და ისევ და ისევ ჩაერევიან ეს სასულიერო პირები. ანუ თამარი გახდიან იძულებულს, რომ ითამაშოს ის როლი, რისი თამაშიც არ სურს, აღარ სურს. გესმის? და თქვენ იცით, რომ აი აქ დავარზეც არის საუბარი. დავარზე ნესტან დარეჯანის მამიდაზე. გამზრდელზე. ანუ აქ ამ წიგში, ხო, ნესტან დარეჯანიც და თინათინიც არის თამარის ორი პიროვნება, რომელსაც თამაშობდა და უწევდა ამის თამაში რა. ერთი არის ის, რომ აქვს უფლებები და ამოქმედებს დავითს, რასაც უნდა იმას ეტყვის და დავითს უყვარს სიგიჟემდე რომ უკეთებს ყველაფერს. და მეორე არის ის ვინც უყვარს და არ შეიძლება მასთან ყოფნა. იმიტომ. ხა ნახე რა დღეშია თვითონ ის მონა, რომელიც ამაში გამიჯნურებულია. უმაღლესი ცნობიერება აქვს ჯერ დასახსნელი ქაჯეთიდან. ეს რა უმაღლეს ცნობიერებაზე არის ახლა საუბარი, ხო? საზოგადოება ჩაკეტილია ამ სიბნელეში, რომ რა მონა, რის მეფე ხალხო, თუ სიყვარულია იქ, რა შუაში აქვს საერთოდ, ან სოციალური ფენა, ანუ ხვდებით რაშია საქმე, რომ ავთანდილმაც და ტარიელმაც და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ავთანდილიც და ტარიელიც, დავითიც და ის მონაც, აღარ ვიტყვი სახელს არ დავასახელებ რა, იცით ვინცეცა საუბარი, ის მონაც ერთად იბრძვიან ამისათვის, იცით თქვენ? სინამდვილეშიც დავითიც და ისიც ერთად იბრძოდნენ. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აქ იმხელა ცნობიერებასთან გვაქვს საქმე, რომ დავითმა იცის რა უნდა ისწავლოს, ტარიელი უნდა გაიცნოს ჯერ. ვინ გააცნობს ამას?
თინათინი ხო? ანუ თამარი დავითს გააცნობს ტარიელის გულის მდგომარეობას და ავთანდილს ან დავითს სხვა გზა არ რჩება რომ გაუგოს მას გესმის და დავითი თავის თავს აიგივებს ამასთან და იმას აიგივებს თავის თავთან თამარში იმიტომ რომ ორივეს თამარი უყვარს და თამარს კიდე ის უყვარს ვინც თამარსაც ორივე უყვარს მაგრამ აქ არის ერთი დუალური სული და ერთი ტყუპი სული გესმით და ეხლა რა ხდება ნახეთ აქ მიდის კიდე იქ რაღაცები ღალატი იქ ის ეს ასმათი ხო და საბოლოო ჯამში იქ დავარიც დიდ როლს ამაშობს ნუ ამ თამარის მამიდაც საბოლოო ჯამში რა ხდება ანუ როგორ მთავრდება ეს ისტორია რა თამარის ისტორია ესე მთავრდება რომ დავითი გარდაიცვლება და თამარს ძალიან ეწყინება დავითის გარდაცვლა დაიტირებს და შემდეგ გარდაიცვლება მისი მიჯნური რამდენიმე წელიწადში ხო და საიდან ჩანს რომ თამარს უყვარდა ეს მიჯნური იცით? კითხვა დამისვეს რომ საწერიაო ეგო რა, წერიაო სადმეო და წერია კი ქართლის ცხოვრება გადაშალეთ. 4 არსებობს ქართლის ცხოვრება. ერთ-ერთში წერია რომ ძალიან მოკლედ გარდაიცვლება დავითი, დაიტირებს თამარი, რამდენიმე წელში გარდაიცვლება მისი მთავარსარდალი, აი ეს მხარგრძელი და თამარი თმებს დაიგლეჯს. ანუ კი არ დაიტირებს, თმებს დაიგლეჯს. ნუ განსხვავებას ალბათ ხვდებით რა რამდენად დიდი სიყვარული ქონდა თამარს ზაქარიას მიმართ, ხო? და ეხლა ვიღაცა იკითხავს უყვარდა ზაქარიას თამარი? მე გაგახსენებთ ერთ მომენტს რა, ქართლის ცხოვრებიდან. როდესაც ელჩი ჩამოდის თამართან და შეურაცხყოფას კადრებს პირდაპირ აი ამ ჯარის წინაშე ერთადერთი ვინც ადგება და ვინც ყბაშის თხლიშავს ამ კაცს არის ზაქარია მხარგრძელი რომელსაც არანაირი უფლება არ ქონდა არავითარი უფლება არ ქონდა სოციალური სფეროდან გამომდინარე სანამ მეფე სიტყვას არ იტყოდა მეფე სიტყვას რომ აი ხა ეს კაცი გამიტანეთ აქედან მაშინ ყოველს ქონდა უფლება ეს გაეკეთებინა მაგრამ სანამ მეფე სიტყვას არ იტყოდა ანუ ამ შემთხვევაში თამარი არც ერთ თვით დავით სოსლანსაც არ ქონდა განძრევის უფლება რა და მე თქვენ გეკითხებით როგორ მოახერხა ზაქარია მხარგრძელმა რომ ამის უფლება მოიპოვა და ჯერ უფლება კი არა მოდი ესე ვთქვათ რა ჯერ ეს სურვილი გაუჩნდა რომ ამ კაცს ყბას დაუნგრიოს შენ ეგერთიც ხო მარტო სიტყვის გამო და უსულდგმულად დააგდებს მიწაზე მეორე კიდე თამარი არ დასჭის ზაქარია მხარგრძელს რატომ არ დასჭის თამარი ზაქარია მხარგრძელს იცით ზაქარია მხარგრძელს არ დასჭის იმიტომ რომ ეს იყო პირდაპირი პასუხი თამარის მიმართ რომ აი ამდენი წელი გაუგებრობაში ყოფნა რომ ამათ არა აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის გამჟღავნების უფლებაც კი არა აქვთ რომ ერთმანეთს დაელაპარაკო ისიც კი არ აქვს წარმოიდგინე რა მიუხედავად რომ მეფეა თამარი არა აქვს იმიტომ ყველა ერევა ამათ საქმეში ერევა აქედან და აქედან დგანან ესე იგი ჯარი რომ ესენი ერთად არ მოხვდნენ რა და პირდაპირი პასუხი იყო პირდაპირი პასუხის გაცემა თამარისთვის რომ მოდი ესე ვთქვათ რა მე შენ მიყვარხარ სიყვარულის ახსნა მოხდა აქ ვიღაცას გაეცინება და იტყვის რას ისულელებს ლაპარაკობს მაგრამ აბა ბრძნებს გაეღიმება და იტყვენ სიმართლეს ლაპარაკო არ დაისაჯა და ზაქარია მხარგრძელი ამისათვის რომ თამარის გარეშე გადაწყვიტას ხელის განძრევა ფეხის გადადგმა ნაბიჯის გადადგმა არ ისჯება წესით უნდა დასჭირიყო ხო ეხლა ვიღაცამ კითხავს აწაიკითხე ესენი საათ ხალხო როდესაც ფრაზა წერია
ფრაზებსა და ფრაზებს შორის ამოკითხვა შეიძლება თუ ბრძენი ხარ. და თუ არ ახარ ბრძენი, კითხულობ მარტო იმას, რაც წერია და იგებ მარტო იმას, რაც წერია. იმის იქით ვეღარ იხედები. და როგორ დასრულდება ეს და ხო გარდაიცვალა ზაქარია, თამარი თმებს დაიგლეჯავს და უარს იტყვის ყველაფერს უკვე. თავის შვილს შვილი უკვე დიდი ხანი ყავს, 5 წელია რაც ერთად ლაშა გიორგი ყავს უკვე ერთად მეფობენ, რა ქვია, მოსახდრეთ ყავს დაყენებული და თამარი ჩაწვება ვეღარ დადის, აღარ ჭამს, აღარ დადის, 5 თვე გასტანს მის ესეთი მდგომარეობა. საბოლოო ჯამში თამარი გაყვება თავის ჯგუფს. ეს ესრულება თამარ მეფის ისტორია. ეხლა ვიღაცამ შეიძლება მკითხოს რა მკითხეს კიდევაც და რაში გაინტერესებს ეს რატო ეძიებიო რა ამასო რა და გეტყვით რატომ ჩავეძიე მე ამ საკითხს რა. როდესაც მე 2014 წელს მივიღე ეს შეკვეთა რომ მემუშავა თამარ მეფის სცენარზე, ხო? არა ფულის გამო, უბრალოდ თხოვნა იყო ერთ-ერთი მღვდლის. და დავიწყე მე ამაზე ფიქრი რა შეიძლება დავწერო თამარზე. და თამარის სასიყვარულო ურთიერთობები ჩვენ ვიცით რომ ვინ იყო შოთა რუსთაველი საერთოდ? არ გაინტერესებთ? ძალიან მაგარი თემა გაიჭდა. შოთა რუსთაველი ვიღა არის ახლა ამ დროს? ეს მწერალი ვინ არის? ვინც ეს ისტორია მოგვიყვა? გაინტერესებთ? შოთა რუსთაველი არის უკვე ასმათის პოზიციაში. ეს ყველაფერი იცის და თამარი უყვარს. მაგრამ რა იცის რომ თამარს ეს არ უყვარს. ძალიან მაგარი პიროვნებაა შოთა რუსთაველი, ანუ ის ივანე ვარდანის ძე. ხო და სხვათა შორის საინტერესო ის გააშხერა ანტონ ბალანჩივაძემ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ მისი მოსაზრებით შოთა რუსთაველი არის ზაქარია მხარგრძელი. მე მაგალითად ამ ვერსიას ვერ ვეთანხმები, არ რეზონირდება ეს ჩემთან, თუმცა საინტერესო დაკვირვება აწარმოა ანტონ ბალანჩივაძემ. და სხვათა შორის ანტონ ბალანჩივაძემ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გააშხერა მე-12 საუკუნესთან დაკავშირებით, ვეფხისტყაოსანსა და იმ დროინდელ ვითარებასთან დაკავშირებით და 6 ლექცია აქვს ჩაწერილი, YouTube-ზე დევს 6-ვე ლექცია, შეგიძლიათ მოусმინოთ. 2 საათიანია თითო ლექცია და მე ვისიამოვნე ყველა ლექციით, აბსოლუტურად ყველა ლექციას 5-ს დავესწარი და 1-ს ონლაინით ვუყური. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით არის თამარი გადასცემს ივანე მხარგრძელს, ანუ ესე იგი ზაქარია და ივანე მხარგრძელები ხო იყვნენ ძმები. სანამ თვითონ აი ამ დრაურშია, ხო? და ზაქარიას დასტირის. ესე იგი იმდენ მიწას გადასცემს ივანე მხარგრძელს, რომ ამ დროს ივანე მხარგრძელი უკვე ეპისკოპოსია. მართლმადიდებლობა აქვს მიღებული. მონოფიზიტია, ორღმერთიანობა. დიოფიზიტია და აი ეს დიოფიზიტი და მონოფიზიტი მაგრად მერევა რა, სუმერევა. შეიძლება ხო, მონოფიზიტია ერთღმერთიანობა, დიოფიზიტია ორღმერთიანობა. ჩვენ ვიყავით მონოფიზიტები? თუ დიოფიზიტები? არა. მამა, ძე და სულიწმინდა, ხო? ჩვენ სამღმერთიანობას ვაღიარებთ. და ღმერთის ორ მხარეს, ხო, დიოფიზიტები ჩვენ ვართ. ხო, დიოფიზიტები ვართ და დიოფიზიტობა აქვს მიღებული მონოფიზიტს. მოიცა. არა, ბოდიში, აი კიდე რამდენჯერ უნდა გავიარო ეს თემა. ესე იგი ჩვენ ვაღიარებთ, რომ მამაც და ძეც ერთია. და დიოფიზიტები არ აღიარებენ მაგას. ისინი ამბობენ, რომ მამა და ძე არის სხვადასხვა.
გესმით? ამიტომ ჩვენ ვიყავით მონოფიზიტები, ისინი იყვნენ დიოფიზიტები. და თუ შეცდომას უშვებთ, შემისწორეთ რა. ძალიან ვთქვათ ამაში. აი ცოტა ის მაგ ბუნდოვნობა. ხო და ამ შემთხვევაში ხო, სულ მერე ვაკეთი, აი რაღაცა მარჯვენა მარცხენასავით მომდის რა. ხო და მახსოვს ადრეც აგერიაო, ხო. ხო და ამ დროს უკვე ეპისკოპოსია, ანუ მაღალი პოზიცია აქვს და თამარი გადასცემს მიწებს და დაჟე ეს ეუბნება ეს ივანე მხარგრძელი რომ არ ვიმსახურებო მაგდენსო, ნუ მომცემ თუ ამდენსო და შენი იყოსო წაიღეო რა. ხო და ამ დროს უკვე თამარისთვის დასრულდა ყველაფერი. ვაფშე საერთოდ აღარა, ამ ქვეყნად აღარ არის, იმიტომ რომ გამოეცალა ხელიდან თავისი მეორე ნახევარი, ხო? ხო და რა შოთა რუსთაველი ვინ რა ვის აინტერესებს ამ დროს შოთა რუსთაველი ვინ ფიქრობს უკვე ვაფშე საერთოდ რაზე ვინ ფიქრობს? წარმოიდგინე ამ ხელა ანუ თქვენ ალბათ ძალიან გისურვებთ, მე მთელი გულით გისურვებთ, რომ თქვენი ტყუპი სული გაგეცნოთ და თქვენი დუალური სული გაგეცნოთ და ამ აი ხა მე რასაც ყვები ეს რეზონირდეს თქვენთან, ამიტომ 20 კაციდან 9-ზე ჩამოვიდე და არ მიკვირს, იმიტომ რომ ეს ბევრთან არ რეზონირდება და ეს არის ზოგიერთისთვის რა უცხო ხილი, იცით რომ აი წარმოუდგენ რაღაცას ყვები ახლა მე. რომელიც კაცობრიობა ძირითადად მარტო ვნებებზეა გადასული და დაკმაყოფილებაზეა გადასული სექსუალური თუ სხვა მხრივ. და აი ეს მიჯნურობის თემა საერთოდ მაგისთვის არის რა მიჯნურობა არის მიჯნურობა, ხო? ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში თამარი ამ დროს გადის დიდ ტრამვას რა და გაყვება. ხო და მერე ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება. Alles von vorne an. ეს სიმღერა მე დავწერე. ყველაფერი თავიდან იწყება. აბა თქვენ რა გაინტერესებთ, რა კითხვები გაქვთ? ნუ მერე შოთა რუსთაველი იცით რომ მიდის და ბერად აღიკვეცება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა თამარმა ისიც იცის რომ შოთა რუსთაველს უყვარს, აბა ხა ნესტან დარეჯანი ტყუილა უმაღლესი ცნობიერება რომელიც ყველაფერს ხედავს. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით ეს არის ეხლა მითხრეს მომწერეს რომ კისის ხევშიო, კისის ხევში კალთის ხევშიო არისო ორი ქვაო, სადაც სავარძლები დევსო რა. აი ამ სავარძლების ფორმა აქვს და ამ სავარძლებშიო თამარი და დავითი ისვდნენ ერთ დროსო და უყურებდნენ ბრძოლას, რომელიღაცა ბრძოლას თვალს ადევნებდნენ რა და საინტერესო იქნება იქ მისვლა, ერთი უნდა მივიდე ვნახო. კითხვები ხომ არ გაქვთ? თუ კითხვები გაქვთ, ქეთი ამბობს რა საყვარელი ხარ თამარო. საყვარელი ხარ ძალიან. აბა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. თუ აღარ გაქვთ კითხვები, დაგემშვიდობებით. გავაგრძელებ მე დღეს არა და ხვალ ამის კითხვას და ხვალ საღამოსაც თუ ღმერთმა ინება შემოგიერთდებით ახალი თემები. არა, ახალი არა, იგივე თემით. ტარიელი არის ღმერთი ქრისტე. ტარ იგი ძველ ქართულად სხვერპლს შესაწერს ნიშნავს. ლიკა, ძალიან საინტერესო რამ გააშღერა ეხლა შენ. იცი რატო? არ გაინტერესებთ ვინ არის იუდა? აი ამ ვითარებაში? აი ეხლა შენ ქრისტე ახსენე ლიკა, ხო? დამაკავშირა იუდასთან, იმიტომ რომ ქრისტე და იუდა არიან დუალური სულები. ყველაფერი აირია. ხო, აბა ვნახოთ ეხლა სად მიყავს თამარ ეს აჯაფსანდალი. ტარიელი და ნესტან დარეჯანი.
ამათ შორის რომელია იუდა? არ გაინტერესებთ? კარგი იქნება კვირაში ერთჯერ ერთი და იგივე დროს თუ გაარჩევ ვეფხისტყაოსანს თავიდან დაწყებული თამარ სიყვარულით. მარინა, გავარჩევ, ოღონდ იცი რა არის? ვეფხისტყაოსანში არის სხვადასხვა თემები და როდესაც მიჯნურობაზე დავასრულებ საუბარს, მერე დავიწყოთ სხვა თემა. ოღონდ მე რა თვალით დავინახავ, რა თემას გავხსნი, ეგ არ ვიცი. შეიძლება საერთოდ აღარ გამეხსნას თვალი, გესმის? და ეხლა მაქვს ეს თვალი გახსნილი, მიჯნურობის თვალი და აბა ვნახოთ ამ თემას რომ მოვრჩები, მერე რა თვალი გაიხსნება. ხო? ანუ მაგ მხრივ. იმიტომ ჩვენ ხომ ერთ დონეზე არ ვართ გაჩერებული, ვითარდებით ჩვენს. და სხვადასხვა თვალები იხსნება და სხვადასხვა გონი და სხვადასხვა ფანჯრები. ძალიან მიყვარს ეს საგანძური ქაჯეთის მეფე. ლიკა, როგორ მაინტერესებს, როგორ მინდა შენთან საუბარი ამ თემაზე. მე ვეცდები რომ შენთან მოვიდე ერთხელ და ამ თემაზე შენ გალაპარაკო, გასაუბრო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კომენტარებს აკეთებ ხოლმე და აი ესე ვიცი რომ შენ ვერ მერთვები აქ, იმიტომ რომ არ გაქვს ის ეკრანი და ვეცდები რომ შეგხვდე და ამ თემაზე ვისაუბროთ, კარგი? ვარ კვევდი სკოლაში ფეხით ვეფხისტყაოსნის თემატიკა ჩემი სიხარულია. ამიტომ მე მოვალ შენთან, მე მოვალ შენთან და ვისაუბროთ შენი პერსპექტივიდან დანახული ავთანდილი, ტარიელი, ნესტანდარეჯანი, თინათინი, ასმათი და კიდე სხვები. აუცილებლად, ხო, აი, ლიკამ თანხმობამ განვიცხადა მეგობრებო. მალე ჩვენ ლიკასთან ერთად ჩავწერთ lives. დიდი სიამოვნებით მოვისმენ, თუნდაც პირდაპირ lives ვერ ჩავერთო. ხო, მე ხანდახან სხვები ზოგჯერ მე ისმენენ ხოლმე, როცა დროს მოიხელთებენ ხოლმე. ხო და მობრძანდი. მოვდივარ. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. მაინტერესებთ, კითხვას დაგისმევთ. როგორი შეგრძნება მოგვარად დღეს დღევანდელმა ჩემმა განხილვამ მიჯნურობის თემაზე? დამიწერეთ რა, მეც მინდა რაღაც ფიდბექის მიღება თქვენგან. კარგი იქნება, სიამოვნებით მოგისმენთ. წერს ქეთი. მადლობა ქეთი. გვიხარია ჩვენს. ხო რა, თქვენში რამ გაიღვიძა რამე გრძნობა, რეზონირდა თქვენთან, არეზონირდა, გაუგებარი იყო, ყველაფერი მაინტერესებს რა, ანუ რამდენად მისაღები იყო ის საკითხები, რაც მე განვიხილე. მისაღები არა, რამდენად რეზონირდა თქვენთან, ანუ ემოცია გაგიხსნათ, ან დაგანახა, დაგაახლოვათ მიჯნურობასთან, ამ დაგვარი თემები თუ გსმენიათ, მაინტერესებს. ეს ჩემი სტიქია არის. რა ვიცი, მე რამდენი ისტორია მაქვს უკვე მოსმენილი ამ მიჯნურობებზე და ჩვეულებრივი ადამიანებისგან, არა მხოლოდ შოთა რუსთაველისგან და ადამიანებისგან ინტერნეტში, ადამიანებისგან სოციალურ სფეროში, ადამიანები, ვინც წერს ამაზე წიგნებს. ფორიაკობდა ღიმილი არ მიქრება სახიდან. როდის მოხვალ? ხო, ლიკა, მალე ვეცდები რომ მალე. ძალიან დადებითა და სასიამოვნოდ გამოიყურები თამარ. სითბოს აფრქვევ. მარინა წერს. მადლობა მარინა. მე გამეხარდება შენშიც რო გაიხსნას ეს დადებითი და სითბო და ასე შემდეგ. გვიან ჩაგერთეთ, მაგრამ რაც მოვისმინე რეზონირდა. ქეთი წერს. მადლობა ქეთი. არიანა წერს. მადლობა თამარ, საოცარი იყო. მადლობა არიანა. დიდი მადლობა. და გულები და მზე. როგორ მიყვარს გულები, მზე, ყვავილები. ერთხელ მახსოვს გერმანიაში
ძალიან კარგი ადამიანი იყო. მოვწონდი რა. ვუყვარდი უბრალოდ. ხო და გავიხედეთ და მინდვრის ყვავილებით მომადგა. იმდენად არ მესიამოვნა. აი რაღაცნაირ შეგრძნება დამეუფლა რა. რომ გამოვართ ეს ყვავილები და გადავყარე. იქვე მის თვალზე. ცუდად მოვიქეცი ვიცი. მაგრამ მითხრა ესეთი რამ. სხვანაირად არც მოველოდიო რა. ხო და ეხლა მე მინდა გკითხოთ თქვენ და დაგისვათ ეს კითხვა რა, რომ იყო ამ ადამიანის პროვოცირება ჩემზე ეს აქციელი, რაც მე გავაკეთე, თუ იყო ეს ჩემიდან გამომდინარე შეგრძნება, რამაც გამაკეთებინა ეს საკითხი. რომ გამოვართვი, გადავყარე. არც დავხედეზეთ. ნუ ახლა რომ დაუფიქრდე, ადამიანს უყვარ ხარ და მოდის შენთან მინდვრის ყვავილები დაგიკრიფა, წარმოგიდგენია, ყოველ მოკრეფაზე შენ ახსენდებოდი თუ შენზე ფიქრობდა და შენ ეს აიღე და პირდაპირ ძირს დაუნარცხე რა. აი მაინტერესებს, ანუ რისგან იყო განპირობებული, მისი ემოცია მივიღე მე და ეს ვიგრძენი რომ უნდა გამეკეთებინა და გავაკეთე თუ მე მინდოდა ეს რომ გამეკეთებინა. რას იტყვით თქვენ? ჩემი აზრით მე ძალიან მიყვარს მინდვრის ყვავილები. უბრალოდ რატო გავაკეთე ეს მე ახსნა არ მქონდა ამისთვის რა. მაგრამ ეხლა ამ აქედან რომ გადმოვხედო ამ თვალთა ხედვიდან, ხო? ალბათ ესე ავხსნი, რომ მე მივიღე მისი ეს ფიქრი, ანუ პირდაპირ წავიკითხე, იმიტომ რომ ენერგეტიკულად მე ჰაკერი ვარ რა, ენერგეტიკაში შენს გვერდზე რო დგავარ, შენ აზრებს ვკითხულობ და ადრე გაუცნობიერებლად იყო და ეხლა უკვე ვიცი რომ ესია. ავიღე და მისი ინფორმაცია წავიკითხე და ავტომატურად ის გავაკეთე, რაც მას სურდა, რითიც მისი გონება იყო დატვირთული, დაპროგრამებული. ხო და ასე რომ ჩემ თავსაც ვერ დავაბრალებ, რატო გავაკეთე ეს. ასევე არის ხოლმე მეგობრებო, როდესაც თქვენ წინაშე ვიღაცა რაღაცას აკეთებს იმას, რაც არ უნდა რომ აკეთოს და მაინც აკეთებს, ან თქვას ის, რაც არ უნდა თქვას და მაინც ამბობს, არ გეწყინოთ, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია იყოს თქვენივე თავიდან განპირობებული პროგრამა. გესმით? ესეთი სიმღერა არსებობს გერმანულ ენოვანი, რომ ჩემს წინ ძალიან ლამაზი გოგო დგასო. ხო და საუბრობთო მიხარიაო, მაგრამ არაო, მეო, შენშიო არც ვარო შეყვარებულიო, საიდან მოგაფიქრდაო, რომ შენ მიყვარხარო, გესმის? არა, მე შენ არ მიყვარხარო. არა, მე შენ არ მიყვარხარ. საიდან მოგივიდა ეს აზრი რომ მიყვარხარ? მღერის ესე მთელი ეს ტექსტი რა, რომ აი ესე იწყებს, ერთხელ ამბობს რა, ჩემ წინ ძალიან ლამაზი გოგო დგასო. და საუბრობთ. მიაცილებს სახში თუ რაღაცა. თან უმტკიცებს, შენს არ მიყვარხარ, არა, მე შენ საიდან მოიდა ნეგაცო, მე შენ არ მიყვარხარ. ხო და თქვენ რას ფიქრობთ, ეს ამ გოგოდან არის განპირობებული ეს ემოცია თუ უბრალოდ ამბის ეშინია, რომ გამოწყდეს? საინტერესო ათასგვარი რაღაცეები არსებობს ამ მიჯნურობათა წრეში. სხვისგან ხომ არ ელოდებოდი ყვავილებს და მისგან არ გესიამოვნა. მედია, კარგი კითხვა დასვი. არა, ანუ ყვავილის, ან მე როგორ მიყვარს ძალიან მინდვრის ყვავილები. და მიყვარს კიდე როგორი ყვავილები, იცი რომ აი უკვე გამხმარი რო არის და გამხმარი მინდვრის ყვავილებისგან შემდგარი თაიგული, მაგრამ აი მოწყვეტილი მინდვრის ყვავილი უკვე ესა ცუდად მხდის, რაღაცნაირად ცუდად ხდები.
ხო და აი მოწყვეტილი მინდვრის ყვავილი. ალბათ მაგიტომაც. სხვისგან არ ველოდებოდი ყვავილებს. არა, უბრალოდ უბრალოდ მე არ ვარ ესეთი რა, რომ რაღაცა დაგიყვავო და რაღაც პირდაპირ ვარ და всё. არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბულობა, მთრგუნავს ძალიან. მთრგუნავს ის დამალვები, დაფარვები, ესე გვერდით მოვლით თქმა, გვერდით შეგინება. მე თამარის სითბოს გამოხატვა ხომ მათბობს და გაბრაზებასაც არ ამ რეაქციით ვიღებ. ქეთი ამბობს. ხო, გაბრაზებული ვარ, გაბრაზებული. ისა ვარ, ვინცა ვარ. არ გადავსვანაირდები და მასკებს არ მოვირგებ, უფრო სწორედ გრიმებს. გრიმი თუ რა ქვია, სულ მოვიწყდება ეგ რა. ნიღბებს, ხო, ნიღბებს არ ვირგებ, არ მიყვარს. ძალიან დიდი ხანი ვიმუშავა იმაზე, რომ ეს ნიღბები მომეშორებინა და ეხლა კიდე ნიღბები ავიფარო. არ მინდა რა, არავისთვის, არავინ ამ დედამიწის ზურგზე არ ღირს იმის ფასად, რომ შენი სახი არ გამოაჩინო, იმიტომ რომ იმას არ მოეწონება, ან არ ესიამოვნება, ან რაღაც, ან იმის თავში რა აზრია და რა გართულებაა და რა ჭირია. არ ღირს არავინ. ამ დედამიწის ზურგზე არავინ არ ღირს. არც დედა, არც მამა, არც შვილი, არც ქმარი, არც ის, არავინ არ ღირს. არც შეყვარებული და არც მიჯნური. შენ უნდა იყო ის, ვინც ხარ. ისა ხარ, ვინცა ხარ. ამიტომ ისა ვარ, ვინცა ვარ. არ ვიღებავ თმებს. ისა ვარ, ვინცა ვარ. მინდვრის ყვავილი მინდორში ჯობია იყოსო, კი იმედია ეგრეა. ხო, ნუ ეხლა ლამაზი შემიძლია გავხდე, აი მაგალითად ერთი ნაცნავი შევიცინე. მაგრამ ის რომ ნიღაბი ავიფარო ეხლა სახეზე და ნუ ტუჩსაცხით შემიძლია რომ წავისვა და თვალზე ოდნავ ის, მაგრამ აი აქ დავიფარო ეს ლაქები და ისენი და ესე. არ შემიძლია რა. წავედი ახლა მეგობრებო, სანამ დაღამდა. მოვიდნენ ბავშვები, მეუღლე მივაქცი ყურადღება. გაკოცით. მიყვარხართ სულ ყველანი.